ხალხმა თავს თვითონ უშველა. გიორგი კაპანაძე, რომელიც აგვისტოს ომის დროს თილღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, მოსახლეობის ევაკუაციას ომამდე რამდენიმე დღით ადრე ითხოვდა. მან დღეს საგამოძიებო კომისიის წინაშე თქვა, რომ მის ამ მოთხოვნას ზემდგომი პირებისგან რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც მოსახლეობა მარტო დარჩა და სოფლებს ერთმანეთის დახმარებით ტოვებდნენ. 6 ისეთი ამბავი იყო მთელი ღამე, რომ მე დილით ვეღარ მოვახერხე გორში ჩასვლა. ვარჩიე რომ გორში ჩასვლას და პროდუქტების ამოტანას გამეკეთებინა იქიდან ევაკუაცია ბავშვებისა და ქალებისა. პასუხი რა იყო რომ თქვენ უკვე დაიწყეთ ეს პროცესი, გამოყვანის პროცესი რომ ავფრთხილებთ? პასუხი იყო ასეთი რომ შევათანხმებთ მთავრობასთან. არაფერს არ მეუბნეოდე რვაში ჯარი რო წამოვიდა და აღარ ჯარი იყო და აღარ სამშვიდობო ძალები. მოსახლეობას უთხარი რომ თავს უშველეთ მეთქი და მივედი პოლიციის უფროსი იყო მაშინ ვანო დათაშვილი და უთხარი რომ ყველა ბლოკპოსტი მოეხსნა სოფერნულიდან ავნევიდან და გამოიყვანა თავისი ხალხი. მითხრა რომ ბრძანება არ მიმიღიაო და ვერ გავაკეთებო. მე უთხარი რომ დამაბრალე მე პირველ რიგში დაგხოცავენ ფორმიანებს არც ერთს არ დაგინდობენ ყველას დაგხრეტავენ დამიჯერეს წამოვიდნენ 9 აგვისტოს სოფელ ავნევში დავაყენე სასკოლო ავტობუსი და ვინც სურველი იყო მოხუცები გამოვიყვანეთ სასკოლო ავტობუსით ქარელში ჩამოვიყვანეთ. დანარჩენი დაახლოებით ორივე სოფელში 50-მდე მოხუცი დარჩა ნულში და ავნევში არ გამოყვნენ. რატომღაც ეგონათ რომ დაინდობდნენ იმათ შემოსვლა დაიწყეს 11 რიცხვში დაიწყეს ძარცვა და პირუტყვის წართმევა რაღაცა და ბევრი მაშინ დაიხუცა. ზოგი სახლში ჩაწვეს, ზოგი კიდევ იმის გულისთვის რომ წაერთვინეთ რაღაცა ძროხის გულისთვის მოკლეს. შურა ჯავახიშვილი ძროხის გულისთვის დახვრიტეს. ირკვევა, რომ კონფლიქტის რეგიონში მყოფ გამგებელს სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. შემდეგ კი ზემდგომ პირებთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებდა. ჩვენ ხელისუფლების მხარესთან თუ გქონიათ კომუნიკაცია მეთქი და თუ ინვეს დაუკავშირდით. თქვენ დონეზე რა ვერავის ვერ უკავშირდებოდი. ბატონმა მამუკა ყურაშვილმა როცა აქ იყო თქვა რომ მალევე შეძლო ცხედრების თავისი ორი პირადი შემადგენელი ვინც ყავდა იქ შემადგენლობა ორი რომ დაიღუპა გამოყვანა 5-6 საათი ცხედრები იყო მანქანაში სასწრაფო დახმარების მანქანაში და ღამე გამოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანამ გამოიყვანა და არა სამშვიდობო სასწრაფო დახმარების მანქანა. ვინც გადარჩა ისინი გამოიყვანა. გამოიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანა. ყურაშვილს რო ურეკავდით არ მოსთხოვეთ რო ან ტრანსპორტი მომაშვილე. ზუსტად მაგას ვთხოვდი რომ მომხმარებოდე როგორმე. შვიდში. კი, შვიდში ვთხოვდი. და რა გითხრათ? ვერ შემოდიოდნენ ფაქტიურად რა. არავინ არც ერთი მანქანა არ შემოსულა არც ერთი. თვითონ მამუკა ყურაშვილი იყო 6-7-ში შემოსული ავნევში პირადად. 6-7-ში არ მინახე, შეიძლება 7-ში შემოვიდა, 7-ში ღამე შემოვიდა, არ ვიცი. მე არ მინახე, 7-ში მთელი დღის განმავლობაში. და გითხრათ, რომ ვერ დაგეხმარებიო. არა, ვერ მეხმარებოდნენ. თქვენ გამგებელი იყავით თუ არ იყავით საქმის კურსში, რომ ესეთ სამხედრო მოქმედებები არის დაწყებული? არ ვიცოდი თუ ფართო მასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. ომით დაკარგული ტერიტორიების გარდა როგორ ჩაბარდა ოკუპანტებს კოდორის ხეობა, ამაზე საგამოძიებო კომისიას ემზარ კვიციანმა უამბო. ადგილობრივი მოსახლეობის განიარაღებას და ადგილზე ჯარების შეყვანის გადაწყვეტილებას მან კოლექტიური ღალატი უწოდა, რაც მისივე თქმით პოლიტიკური დაკვეთა იყო. აფხაზეთის უშიშროება დე-ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში ჩანერგილი უშიშროებაში ადამიანები ერთობლივად მოქმედებდნენ და ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს ჩვენი სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ რომ პირობა ჰქონდა დადებული რომ კოდორის ხეობას ჩააბარებდა უმტკივნეულოდ. გაერთიანებული იყვნენ სულ ყველა ჩვენს წინააღმდეგ. აბსოლუტურად და ეთყობა რაღაცა ხელშეკრულება არსებობს, რომელიც ჩვენ არ ვიცით. რომ კოდორი უნდა ჩაბარებული იყო. თვლით თქვენ თუ არა რომ თქვენი ოჯახის და იმ ასეულობით ქართველის, კოდორელის, დალის ხეობელის უფრო სწორად რომ თქვა, განეიტრალება, განიარაღება და იქ მოუმზადებლად მძიმე ტექნიკის შეყვანა ყოველგვარი როგორც ირკვევა გეგმის გარეშე. ეს იყო
წინ დაუხედაობა თუ გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ კოდორის დალის ხეობა საბოლოოდ გამხდარიყო უბრძოლველად ოკუპაციის მსხვერპლი. ეს იყო ყველაფერი კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ საჯარისო ფორმირებები ამის აბსოლუტურად კურსში არ იქნებოდნენ, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული იყო 2006 წლის 13 ივნისს. შეხვდნენ ერთმანეთს სააკაშვილი და პუტინი ქალაქ სოჩაში. ზღვაში რო გავიდნენ და 2 საათი რო იყვნენ იქა. იქიდან რო დაბრუნდა და რო ჩამოვიდა საქართველოში და ხელად რო ორფოლო წამოიწყეს. აი იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, ქართული მიწა-წყალი შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში, მამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე რომ ერთი ტყუის გასროლა არ მოხდა. ის რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ჩაბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყუის გაუსროლა. ემზარკვიციანმა დღეს 2006 წლამდე პერიოდიც გაიხსენა. ურთიერთობა აფხაზებთან და მშვიდობიანი თანაცხოვრება, რომელიც მისივე შეფასებით თბილისში ბევრს არ სიამოვნებდა. განსაკუთრებული შემოტევა იყო 94 წლის მაისში. აი რამ განაპირობა 94 წლის მოსკოვის შეთანხმება. რატომღაც ცდილობენ რომ ორმხრივი დაარქვან იმ 4მხრივ შეთანხმებას და 4მხრივი რატო იყო? ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას საქართველომ, რუსეთმა, გაერომ და აფხაზებმა. როდესაც უკვე რო შეთანხმება მოხდა, ეს უკვე ჩვენი გამარჯვება უკვე და დაუძახე ბიჭებს გამოიტანეს და გაიშალა სუფრა. ამ სუფრაზე დაუწყე ჩემს სიმღერა აფხაზური. ამ ყურენჩენების და გამოგვივიდა ძალიან ლამაზი აფხაზური სიმღერა და აფხაზებმა ფეხს იადგნენ და ცრემლები მოსწიოდათ. იმ დღეს მოხდა ჩვენი შერიგება. იმ დღის მერე აფხაზებს ჩვენს წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადაუდგიათ. მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ სპეცსამსახურები თუ რაღაცას მოგვიწყობდნენ, კანტიკუნდათ ხანსად, თორე არასოდეს მაგათგან არ გვიგზნია რამე ისა. მთელი ეს წლები აფხაზებსა და ქართველებს შორის იყო მხოლოდ და მხოლოდ კბილი საუბარი და ნორმალური ურთიერთობა, რასაც ვერ იტანდნენ თბილისში რატომღაც. რატომ დააბრალეს 2008 წელს ქართულ ჯარს, რომ თითქოს ქართველმა ჯარისკაცმა ჩაიდინა ომის დანაშაული? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საგამოძიებო კომისიამ ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე და პოლიტიკოსი გიორგი კანდელაკი დაიბარა. თუმცა ისინი სხდომაზე არ გამოცხადდნენ. კომისიის თავმჯდომარემ მათ დამატებითი დრო მისცა იმის ასახსნელად, რატომ დაუჭირეს მხარი იმ რეზოლუციას, რომლითაც ომის დაწყება საქართველოს, ომის დანაშაული კი ქართველ სამხედროებს დაბრალდათ. სწორედ მათ ხელი აუწიეს იმ რეზოლუციას 2008 წელს ომი ახალი დასრულებული იყო, რომელიც აწყობდა რუსეთს და რომელშიც სიტყვასიტყვით წერია, რომ ქართული ჯარი დამნაშავეა თითქოს, ამას მიცეს მანდ ხმა, დააბრალეს საქართველოს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცედურას, მომდევნო დღეებში შევთავაზებთ ახალ თარიღს და მაინც შევეცდებით, რომ მათ მომდევნო დღეებში ან მომავალ კვირაში მოусმინოთ. კოდორის ხეობის დაკარგვის და აგვისტოს ომის განხილვას შემდგომ სხდომებზეც გაგრძელდება. თუმცა ვინ დაჯდება ამჯერად საგამოძიებო კომისიის პირისპირ ეს ჯერჯერობით უცნობია.